გააღწიოთ მიკროფონი. დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მინისტრთან ერთად მოვინახულეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა აშენდა, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, ასევე განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღჭურვილობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ როგორც მოგეხსენებათ, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. დაახლოებით 20,000-ზე მეტია უკანონო არალეგალური მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის დაგროვილი, ასე ვთქვათ, სტატისტიკა და უკვე შარშან გასული 1 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოსთან მოახერხა იმაზე მეტი უკანონო მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს ტემპები უნდა დაჩქარდეს, ამას ემსახურება, მათ შორის დეპარტამენტის გაძლიერება არა მარტო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, არა მარტო ახალი შენობით, არამედ ჩვენ თქვით არაერთხელ, რომ თვითონ ადამიანური რესურსების კუთხითაც საჭიროებს დეპარტამენტი გაძლიერებას და უკვე 5-ჯერ არის გაზრდილი პერსონალის რაოდენობა მიგრაციის დეპარტამენტში, რაც ხაზს უსვამს ჩვენ სერიოზულ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ საშუალებიდან პერსპექტივაში მთლიანად გათავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა არალეგალი მიგრანტებისგან, ამას საოცრებად გავაკეთებთ. რამდენიმე წელი საუბრობთ ვიდეო მიმართვაში ბატონების სტატისტიკასთან დაკავშირებით, სადაც მოიყვანეთ მათ შორის მონაცემები. რატომ საუბრობენ თქვენი ოპონენტები მუდმივად არაბიზაციაზე, მაშინ როცა თქვენც აღნიშნეთ, რომ საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან ფაქტობრივად ქვეყანას არ ყავს მიგრანტები, რა არის მიზანი? იყო ყალბი კამპანიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით კეთდებოდა ვიდეოები თითქოს არალეგალ თუ ლეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. იყო მიზანმიმართული კამპანია. საბოლოო ჯამში იმ სტატისტიკამ, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მათ შორის იგელჰელსის პროექტთან დაკავშირებით დაადასტურა, რომ არავითარი არაბიზაცია საქართველოში არ ხდება და ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და თვითონაც აღიარეს, რომ ეს კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით იყო სრული ტყუილი, პირდაპირ არ უღიარებია, თუმცა ირიბად გადაიტანეს აქცენტები ახლა უკვე იმაზე, რომ თითქოს 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია არის თითქოს არარეალური, როგორც იყო ყალბი კამპანია არაბიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად ასეთივე ყალბია კამპანია მასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არ შემოვა 6.6 მილიარდი დოლარი. რა თქმა უნდა, ეს ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორებ ჩვენს ქვეყანას მოუტანს ეკონომიკური კუთხით დამატებით 11 მილიარდ დოლარს და სახელმწიფო ბიუჯეტს შემდეგი 10 წლის განმავლობაში საშუალო წელიწადში 700 მილიონ ლარს. შესაბამისად, ეს არის უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში. პრემიერო ორ დღეში პარლამენტში ინტერპელაციის წესით ხარ წარდგენილი პარლამენტში. მიგრაციის საკითხები იქნება სავარაუდოდ მთავარი თემა. ტრიბუნას როგორ გამოიყენება? მე დაინტერესდა პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობას და მე მზად ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი შესახებ გავუზიარო ინფორმაცია პარლამენტის წევრებს და რა თქმა უნდა მომზადებული მივალთ საქართველოს პარლამენტში. მიგრანტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხავთ, პარლამენტში არის უკვე პაკეტი. რო გითხრათ, რატომ გახდა აუცილებელი ცვლილებების შეტანა გრანტებთან მიმართ? ბევრი ამის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი და აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება ის კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი. გამოგონილი ამბიდან გაქრა რატომღაც სიტყვები ქიმიური იარაღი კამიტი არა და საი ამზადებს სარჩელს, საიდანაც საერთოდ სადაც ვეღარ ხვდებით ამ სიტყვებს, სად გაქრა ის სიტყვები, რომელთაც სპეკულირებდნენ ამ. გასაგებია რატომაც ყველამ დაინახა, რომ BBC-ში გავრცელებული ეს ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი. აქედან გამომდინარე, მათ უკვე მოუწიათ ამ ტყუილის აღიარება და შესაბამისად არ ხვდებით კონკრეტულ სარჩელშიც არავითარ, ასე ვთქვათ, მინიშნებას კამიტთან დაკავშირებით. ეს იყო სამარცხვინო პროპაგანდისტული სიუჟეტი, რომელიც მოამზადა ტელეკომპანია BBC-მ, რომელიც თავის დროზე გამოირჩეოდა მაღალი რეპუტაციით, საერთოდ არ აინტერესებთ არც BBC-ს რეპუტაცია და არც არაფერი, ჩვეულებრივად ზად არიან ნებისმიერი უხეში სიცრუე და ტყუილი გაავრცელონ BBC-ს ეთერით, თუ ხედავენ ამის პოლიტიკური უკვე უთხარით. 30 დეკემბრიდან 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით რა ნივთიერება იყო შერეული? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დეტალური ინფორმაცია გაავრცელა მასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებებს შეიცავდა კი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი. გასაჯაროვდა.
გასაჯაროდა. ჩანაწერის პოლიციის შესახებ კანონში 10.02 რეგულაციის შესაბამისად, რომ წყლის ჭალთან ერთად არ იყოს გამოყენებული ცრემლდენი გაზი და ასევე სხვა ნივთიერება. რატომ ამოიღეთ ეს თავის დროზე და რატომ უნდა ენდოს ქართველი ხალხი მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 დღეში ჩატარებულ გამოძიებას და ერთ ნივთიერებაზე საუბარს, რომელიც იყო ბოლო 2 დღის განმავლობაში გამოყენებული მხოლოდ. ანუ წინა დღეებში, როცა ყველაზე მძიმე დარბევა მიმდინარეობდა, მაშინ პირველი ნივთიერება იყო გამოყენებული, არ არის. პირველი ის რომ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ინფორმაცია ნივთიერების შესახებ არის ტყუილი, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა ბრიფინგი და დეტალურად გააცნო ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ეს არის კი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარუდგენა შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებას. ეს ერთი. მეორე, ცრემლდენი საშუალებების გამოყენება, ეს არის მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა. ძალიან ბევრ ქვეყანაში, ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებში არის მიღებული პრაქტიკა. დანარჩენი ქვეყნების მიხედვით ასევე შეგვიძლია წარმოგიდგენოთ ინფორმაცია, მაგრამ ცრემლდენი გაზის გამოყენება ეს არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ტრიქლორეთილენზეც არის კითხვა, რაც BBC-ის სიუჟეტშიც გავრცელდა და კითხვები არსებობს ამის შესახებ. შემრევად იყო თუ არა გამოყენებული ნეიროტოქსიური ნივთიერება ტრიქლორეთილენი ბატონო. ყველაფერთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია და რაც მთავარია, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ არც ერთი აკრძალული ნივთიერება, საერთაშორისო დონეზე აკრძალული არც ერთი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული შეკრების დაშლის დროს. ეს არის ძალიან მკაფიო ინფორმაცია, რომელიც გავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ყველაფერი დანარჩენი არის BBC-ის და სხვების წყვილები. სახელმწიფო უწყებებთან მიმართებით არაერთი განცხადება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე იყოს დარეგულირებული? სახელმწიფო უწყებებთან მიმართებით ხშირად არის საუბარი სხვადასხვა პირების მიერ არალეგიტიმურია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ნახეთ, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს კაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობა. თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოს კანონმდებლობა. თქვენ იცით, რომ არის ერთი კონკრეტული ქვეყანა, 4 კონკრეტული ქვეყანა, უпроსორად, რომელიც საქართველოს იურისდიქციას, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. ხო, ასეთია 5 ქვეყანა მთლიანობაში, რუსეთი და პლუს 4 ქვეყანა. და ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომელიც დანარჩენ 80%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ჩვენთვის ერთნაირი პრობლემაა ისიც და ისიც, ხო? ერთი არის საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას და მეორე არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას. ერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, რომელიც უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახლა მიიღება ახალი კანონი ცვლილებების სისხლისამართლის კოდექსში, რომელიც დაუპირისპირდება მეორე პრობლემას, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბოტაჟი და ექსტრემიზმი, ეს არის ის, რასაც კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს. რამდენიმე დღის წინ იყო დებატები ლეგიტიმურობას ის ციხეში უნდა დავდეს. პირველ რიგში, როდესაც საუბარია არჩევნების ლეგიტიმაციაზე, თქვენ გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები ჯერ 2020 წელს, შემდეგ 2024 წელს, მანამდე 2016-ში იყო იგივე პროცესები. ამბობენ ხოლმე 2020 წელს მაგალითად აცხადებდნენ, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ გაყალბებულ პარლამენტში ბჭყალებში მთელი ოპოზიცია ერთად შელაგდა, უხეშად ვიტყოდი, როდესაც ხელი მოეწერა ეგრეთ წოდებულ მიშელის შეთანხმებას. ხო, ანუ აღმოჩნდა თურმე რომ არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი ყოფილა ყალბი. იგივე ხდება მაგალითად 2024 წლის შემთხვევაში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არავითარი მტკიცებულება არავითარი არ არსებობს. არავითარი ევთო ოდირმა თქვა რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნების შედგა. ეს განცხადებები არის მხოლოდ არჩევნების შედგა თუ არა კონკურენტულობა განსაზღვრავს ევთო ოდირმა ოპოზიციაც რო იღებდა არჩევნებში მონაწილეობას ევთო ოდირმა ძალიან მკაფიოდ არა კონკურენტულში მარტო ოპოზიციის მონაწილეობა არ იგულისხმება. ევთო ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე. ძალიან მკაფიოდ იყო ეს ნათქვამი ევთო ოდირის მხრიდან. არ იყო არავითარი დარღვევა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად.
არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და როდესაც მაინც აგრძელებ ექსტრემის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა. ხო, კიდევ ერთხელ რუსეთის ფედერაცია და 4 სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ჩვენ უპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც. ერთ შემთხვევაში უპირისპირდებით ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში უპირისპირდებით ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლისამართლის კოდექსში. ტელევიზიის ეთერში სადაც თქვენმა ოპონენტმა ამ შემთხვევაში იმ სტუდენტების ფოტოების გაჩენაც, რომლებიც არიან დაპატიმრებული, პირველმა კანონმდებელმაც დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი ამასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ ხდება ამ საკითხის ასეთი სახის წარმოჩენა, როცა კონკრეტულ სხვა თემებს ეხება თუნდაც საუბრის თავი? ამ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა კომპლექსი. თქვენ კადრებიც ნახეთ, რომ ეს ადამიანი ფრონტის უკანა ხაზზე იდგა და ფრონტის წინა ხაზზე ძალადობდნენ მათ მიერ წაქეზებული და კონკრეტულად მის მიერ მათ შორის წაქეზებული ადამიანები, რომლებიც შემდეგ მოხვდნენ საპატიმრო დაწესებულებებში, რაც არის ტრაგედია. ახალგაზრდები არიან ციხეში იმის გამო, რომ სწორედ ასეთმა ავანტიურისტებმა წააქეზეს ისინი ძალადობისკენ და დანაშაულის ჩადენისკენ. სამწუხაროდ ჩადენილი იქნა დანაშაული, რასაც დაუპირისპირდა სასჯელი. რაც შეეხება ამ ავანტიურისტებს, ხო კონკრეტულად ამ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც აკეზებდა, უშუალოდ აკეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ, მისი პარტია აკეზებდა ახალგაზრდებს დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი მართლა მოკალათებული არიან თბილ ოთახებში და თბილ სავარძლებში და საერთოდ არ აწუხებთ ის, რომ მათ გამო ახალგაზრდები დღეს ციხედან ციხეში, მათ მიერ მოტყუებული ახალგაზრდები ციხედან ციხეში. მე შეგახსენებთ მათ შორის კამპანიას, ისინი აჯერებდნენ, წარმოიდგინეთ, აი რადონის სიყალბესთან ქონდა საქმე, ისინი ცდილობდნენ დაეჯერებინათ ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები, რომ თუ ეკაგი გავრს მოუწევდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარება იუსტიციის სამინისტროში, მეორე დღეს გაიღვიძებდნენ ჩელიაბინსკში. ასეთ დონეზე ცდილობდნენ მოეტყუებინათ ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები და ასეთი ფორმით ახალისებდნენ ისინი ძალადობრივ ქმედებებს და დანაშაულებს, რომლებიც იქნა ჩადენილი. რა თქმა უნდა, მათ აქვთ კომპლექსი, ახლა თვითონ არიან თბილად, მაშინ როდესაც მათ მიერ წაქეზებული ახალგაზრდები ციხედან ციხეში და ეს კომპლექსები ალაპარაკებდა ამ ადამიანებს. ეროვნული ინტერესი და ევროპული კურსი ამ სახის დისკუსია იქნება დღეს რუსთავიორზე. თქვენი აზრით, რატომ არის დებატების ფორმატში უნდა გაიმართოს ეს საკითხი? საზოგადოებისთვის რატომ არის მნიშვნელოვანი ევროპულ ღირებულებებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არსებული პოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე ინფორმაცია ქონდეს საზოგადოებას? კი, ჩვენ არ საუბრობთ როგორც ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კურსის სრულიების შესაძლებლობაზე, ხო? ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ევროინტეგრაცია არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველა თემასთან დაკავშირებით პლუს მინუსები შეიძლება იყოს განხილული, ხო? მათ შორის განსაკუთრებით იმ ყალბი კამპანიების ფონზე, რომლებიც წარიმართება საზოგადოებას აჯერებენ, მაგალითად, აი როგორც ერთი ტყუილი იყო, ხო, რომ ეკაგი გაური წარადგენდა წელიწადში ერთხელ დეკლარაციას და ხვალ ვიღვიძებდით ჩელიაბინსკში, ასევე ატყუებენ ადამიანს, რომ ევროკავშირის წევრი თუ გავხდებით, ხვალ გავიღვიძებთ ბრიუსელში, მაგალითად, ან ბერლინში, ხო? ანუ ესეც ჩვეულებრივი ტყუილია, ხო? ასევე ადამიანებს ეუბნებიან, კლიპებს ავრცელებენ იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მას შემდეგ რაც პირობითად ესტონეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ესტონეთის ეკონომიკა გაიზარდა მაგალითად ორჯერ და ეს შემდეგ. თქვენ რო ნახოთ 2003 წლის შემდეგ, 2003 წელს გაწევრიან და თუ არ ვცდები ესტონეთი მაგალითად ევროკავშირში, რო შეადაროთ თქვენ ეკონომიკური ზრდა ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის და ეს შემდეგ, რო აიღოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იმ მომენტიდან დღემდე, საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებში, ხო? ასეთი რაღაცეებით არ შეიძლება манипуლირება და არ შეიძლება ჭარბი ემოციების გამოწვევა საზოგადოებაში, ყალბი, რა თქმა უნდა, პლუს მინუსებთან დაკავშირებით ჩვენ არა დებატების საგანი არ არის იმის გადახედვა, რაც წერია კონსტიტუციაში. ეს არ არის მიზანი. არა, რა თქმა უნდა. მაგას არ ნიშნავს. უბრალოდ მაგალითად ეს დებატები ადამიანებს მისცემს იმის თქმის საშუალებას მაგალითად რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია პირობითად ეკონომიკასთან დაკავშირებით არის სრული სიღალბე და ამის ცდილობენ ადამიანებში ჭარბი, ასე ვთქვათ, ემოციების გამოწვევას იმისათვის რომ ეს ჭარბი ემოციები შემდეგ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართონ. ხო, ეს არასწორია. ამიტომ ზუსტად უნდა გაიგოს საზოგადოებამ ჭარბი მოლოდინები რო არ შეიქმნას, რა შედეგებს იწვევს ეკონომიკური კუთხით მაგალითად ევროინტეგრაცია, რა პლუსები და მინუსები აქვს. სხვა თვალსაზრისით რა პლუს მინუსები აქვს ევროინტეგრაციას.
ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად ბატონო ირაკლი, ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაცხადა. ან ოპოზიციონერი ლიდერები შეიძლება ვიხილოთ ციხეში ამ კანონს. რას მოყვა ეს პროტესტი და რამდენად სამართლიანია თქვენი შეფასება? ნუ რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, მე თვითონ ვერ ვიგებ ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამოკიდებულებას. რაზეც ყურადღება გავამახვილე მათ შორის იმ დებატების დროს, რომელიც გაიმართა, ილიას უნივერსიტეტი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ასეთ დროს პოლიტიკური განცხადებებით არ შეიძლება გამოდიოდეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მით უმეტეს. ხო, ზოგადად არ შეიძლება პოლიტიზებული იყოს არც ერთი უნივერსიტეტი, არც კერძო, არც სახელმწიფო, მაგრამ როდესაც პოლიტიკური მაგალითად, როდესაც გამოდის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და საუბრობს იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა კონცეფცია, ხო? ანუ ხელისუფლებას, ანუ ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, ლექსიკას მიყვება, რასაც მიყვება რადიკალური ოპოზიცია. ხო, შეიძლება ასეთ რამეს აკეთებდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. ხო, ისინი არ უნდა შედიოდნენ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, პროცესებში, მათი სურვილი უნდა იყოს საგნობრივი მსჯელობა ყველა თემასთან დაკავშირებით. რაც მე პირადად შევთავაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელს, უნივერსიტეტის რექტორს, 2 დღეში წავიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს უშუალოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ლიდერობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება, ასეთი დამოკიდებულებით პროცესები სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. ჩვენ გვაქვს კონცეფცია, ეს კონცეფცია ეფუძნება კონკრეტულ არგუმენტებს. და თქვენ იხილეთ ალბათ დებატებიდან ნახავდით, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგენეს იმ კონცეფციის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. და ძალიან მარტივად რა განსხვავება დასკვნასა და არგუმენტს შორის, ხო? დასკვნას არსებითად დაესმის კითხვა რა. ანუ ისინი ამბობდნენ რას ფიქრობენ გავიგეთ, ანუ რა გავიგეთ. ფიქრობენ იმას, რომ არ მოწონთ კონცეფცია. და რაც შეეხება არგუმენტებს, არგუმენტს დაესმის კითხვა რატომ. და ეს რატომ ვეღარ გავიგეთ? ანუ არ მოწონთ გავიგეთ, მაგრამ რატომ არ მოწონთ ვერ გავიგეთ. შესაბამისად, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, დისკუსიის გაგრძელებას აზრი არ აქვს. როდესაც ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოგაქვს კონცეფციის წინააღმდეგ, კონცეფციის კონკრეტული პუნქტების წინააღმდეგ 2 საათი ქონდა ამის შესრულება და ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიტანე, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია დისკუსიის გაგრძელება. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში, იქნება ეს TSU, ტექნიკური, ილიას უნივერსიტეტი, სამედიცინო, კერძო უნივერსიტეტები, ნებისმიერი უნივერსიტეტის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ არგუმენტები, შევიდეთ ჯანსაღ დისკუსიაში, თუ ამის მზაობას დავინახოთ. გაიწევთ არსებულ თუ მოვისმენთ არა, უნდა დაგვარწმუნონ, ნახეთ. აი თუ დაგარწმუნოთ. კი, რა თქმა უნდა. ნახეთ, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და შეიძლება იმ დისკუსიაში რაღაცას დავეთანხმეთ, რაღაცას არ დავეთანხმეთ, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა განცდა და შესაბამისად გამოვიტანეთ დასკვნა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში და ზოგადად არ იყო მიზანშეწონილი TSU-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. როდესაც მოვისმინეთ არგუმენტები, კიდევ ერთხელ რაღაცა შეიძლება იქ ვეთანხმებოდეთ, რაღაცას არა. მაგრამ საბოლოო ჯამში მთლიანობაში დაგვრჩა ეს განცდა და გამოვიტანეთ ეს დასკვნა, რომ TSU-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება აღარ იყო მიზანშეწონილი. ხო, ეს არის ჯანსაღი დისკუსიის შედეგი. არგუმენტები, მაგალითად, ილიას შემთხვევაში შესაძლოა გადახედოთ იმას, რომ 92% პროგრამების მათ არსებული რეფორმით ეჭვებათ. ნახეთ, პირველ რიგში 2 საათი ქონდათ საშუალება წარმოედგინათ არგუმენტები, არც ერთი არგუმენტი მთლიანობაში ამ პრინციპთან დაკავშირებით. ხო, ჩვენ წარვადგენთ მარტივი პრინციპი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი და არგუმენტი წარვადგენთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მწირი რესურსები და მწირი რესურსები საჭიროებს ოპტიმალურ გამოყენებას. არ შეიძლება კიდევ ერთხელ მარტივად რო ვთქვათ, 64 ფეხბურთის გუნდი ყავდეს, როდესაც ყავს სულ 15 საშუალო ან მაღალი დონის ფეხბურთელი. ხო, არ შეიძლება 64 გუნდით გამოხვიდე, ასეთ შემთხვევაში ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებ საერთაშორისო ტურნირებზე, ხო? მწირი რესურსებს სჭირდება ოპტიმალური გამოყენება. მე დღემდე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, არც საჯარო სივრცეში, არც გუშინწინდელ დებატებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება გამოიყენო არაოპტიმალურად ძალიან მწირი რესურსები, ხო? წარმოადგინონ არგუმენტები ყველაფერთან დაკავშირებით იმისა. ბატონო ირაკლი, ევროკომისიამ ბატონო ირაკლი, მნიშვნელოვანია ეს შეეხებათ, ანუ აი არაგერების კრიმინალიზებას როცა მსჯელობს პარლამენტი. ეს ცვლილებები აი თუ დაკანონდა საბოლოო ჯამში, ანუ ოპოზიციონერ ლიდერებსაც შეეხება. სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს.
აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, შესაბამისად ბუნებრივია დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს. მაგალითად, ცალმე ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, შეიძლება ციხეში წავიდეს. მე ვერც ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებს, როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი უწყება, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილას გავიდა. როგორი არის თქვენი შეფასება, რამ განაპირობა აღნიშნული მაჩვენებელი? ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ სადაც ობიექტურ გარემოებებს, ფაქტებს, არგუმენტებს ეფუძნება შეფასებები, ყველგან გვაქვს მოწინავე პოზიციები და ლიდერის პოზიციები და აქაც ბუნებრივია გასაკვირი არ არის. კანონის უზენაესობა საქართველოში არის რეგიონში ყველაზე მეტად დაცული, გაინდა ქვეყნებს შორის საქართველო არის მოწინავე და ლიდერი ქვეყანა. ეს არის უტყუარი ჭეშმარიტება, რომელიც არის ასახული ობიექტურ დასკვნებში და ამისგან განსხვავდება ხოლმე უხეში პოლიტიკურად მოტივირებული განცხადები, რასაც აკეთებენ ხოლმე პოლიტიკოსები და კონკრეტული ბიუროკრატები. ეს არის სტანდარტული შემთხვევები, რასაც ხშირად ხედავთ და ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც აჩვენებს ევროკავშირის ბიუროკრატია. ნარკო დანაშაულთან დაკავშირებით მაინტერესებს ბატონო ირაკლი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს. მოკლედ, მარკო რუბიო აღნიშნა ომაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში უკვე დააყენებულია საქართველოს საკითხი, რომ გადაიტვირთოს არსებული მოცემულობა. სად ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს, ხომ არ გაქვთ ეს ინფორმაცია და უფრო მეტ დეტალს ხომ არ გვეტყვით? საუბარი შედგა მილანში, მიღების ფარგლებში. რაც შეეხება ამ განცხადებებს და გზავნილებს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების თვისებრივად განახლება, რაც არის ჩვენი სურვილი. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავიკეთებია განცხადება, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით და კიდევ ერთხელ ასეთი გზავნილები, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბატონი რუბიოს მხრიდან, რა თქმა უნდა ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან ეს დაკავშირებით. შეხვედრასაც შედგა დერეფანში ფოტოები რაც არსებობს თუ ამის მიღმა კიდევ არა, მიღებაზე იყო გასაუბრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გაგრძელდა მე როგორც ვიცი რამდენიმე წუთის განმავლობაში და ამ გასაუბრებამ მისცა ორივე მხარეს საკუთარი გზავნილების ერთმანეთთან გაზიარების საშუალება და ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი რუბიოსი, კიდევ ერთხელ ეს გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. ნარკო დანაშაულთან დაკავშირებით. პასუხა ისწორედ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა იყო დასმული და სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ, საქართველოს ხელისუფლებამ და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს ერთგულება აჩვენოს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენაში. თქვენ ამბობთ, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი. ხომ არ იცით, ხომ არ უთხრეს ლაშა დარსალიას ან მაკა ბოჭორიშვილს, რა შეიძლება ეს კონკრეტული ნაბიჯები იყოს გადადგმული სიტუაცია? ჩვენ ახლა ნეტკასეც ვერ დავეყნობით, ჩვენ ვეყნობით უშუალო კომუნიკაციას, რომელიც შედგა უშუალო კომუნიკაციას ვეყნობით, რომელიც შედგა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ეს არის ჩვენთვის საინტერესო. იქ მივიღეთ ჩვენ კონკრეტული გზავნილები, რაც კიდევ ერთხელ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. იქ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ რამდენიმე წუთიან შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, დეტალები ვერ იქნებოდა განხილული. კიდევ ერთხელ გაჟღერდა გზავნილი, რომელიც ჩვენ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლომ არც კი მიიღო წარმოებაში მისი საქმე, რადგან ნორმა საერთოდ არ ყოფილა მოსამართლის გამოსაყენებელი. საუბარია მანიფესტების დროს დარღვევაზე, მიუთითებს თუ არა არაკვალიფიცირებაზე მისი მხრიდან, თუ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. ჩემ მხრიდან უბრალოდ არასწორი იქნება მოსამართლის ქმედების შეფასება, ალბათ საზოგადოება განშლის თავად თუ რას ეფუძნებოდა საბოლოო ჯამში ის შედეგი, რომელიც დადგა. და ასევე კითხავთ ნარკო დანაშაულთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხელისუფლების, მხოლოდ დღეს 7 საქმე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორ აფასებთ სამინისტროს მუშაობას და ზოგადად მნიშვნელობაც რომ გითხრათ ამ საკითხს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მიმართულებით საქმიანობის თვისებრივად გააქტიურებისთვის მინდა გადავხადო მადლობა
შინაგან საქმეთა მინისტრს პირადად ბატონ გეგა გელაძეს და მთლიანად სამინისტროს შემადგენლობას, მინისტრის მოადგილეებს, სამინისტროს თელ შემადგენლობას, ყველა მიმართულებით არის გააქტიურებული მუშაობა. დღეს კიდევ ერთხელ ჩვენ გავხსენით დავათვალიერეთ უпростоრად მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა და კიდევ ერთხელ აქაც გავიხსენებ სტატისტიკას, რომ გასული 10 წლის განმავლობაში რამდენი არალეგალი მიგრანტიც იყო გაძევებული, იმდენი გააძევა მარტო გასული 12 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასევე ნარკოტიკების მიმართულებით თქვენ მოგეხსენებათ, რომ რადიკალურად არის შეცვლილი სტატისტიკა და რამდენიმე ასეული ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული მხოლოდ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, რამაც უკვე რადიკალურად შეამცირა ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ხელმისაწვდომობა შეზღუდა ნარკოტიკებზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზებული დანაშაული. აქაც პირველივე თვეებში უკვე, როდესაც დაინიშნა თანამდებობაზე ბატონი გეგა გელაძე, თვისებრივად გააქტიურდა მუშაობა. მძიმე ვითარება იყო, მათ შორის თბილისში. თბილისის ცენტრალურ უბნებში განსაკუთრებულად და თქვენ იცით, რომ აქ ეს პრობლემა პრინციპულად მოგვარდა და ესეც არის გეგა გელაძის დამსახურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, კორუფციული დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, უკანონო მიგრაცია. ყველა მიმართულებით გვაქვს უკვე განსაკუთრებული გამორჩეული შედეგები მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი შედეგების მიღწევა გვინდა მომდევნო პერიოდში. ორ ამბავზე მაკითხოთ, შეიძლება ბატონი პირველ რიგში რუსეთიდან ისევ მოდის სიგნალები და მზაობა იმის შესახებ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთისთვისად არიან. რაიმე კომუნიკაცია ხომ არ ყოფილა, არაოფიციალური თუნდაც, მათ შორის ჩვენ გვახსოვს 2 დღის წინ ვიცე-პრემიერის განცხადებაც, რომ რკინიგზის აღდგენაზე მიმდინარეობს ჯელობა. ჩვენ არ ქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია, ეს შემიძლია გითხრათ. დანარჩენი არ ვიცი. ჩვენ კომუნიკაცია, ჩვენ არ ქონია. რკინიგზის აღდგენა აფხაზეთის გავლით ამის ჩვენ არ ქონია ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია. თუ რაიმე სიახლე იქნება ამ მიმართულებით, ჩვენ თვითონ წარუდგენთ შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას. სექციის ხელმძღვანელად, რა პრინციპით შეირჩა ის ამ თანამდებობაზე, მას არც დიპლომატიური გამოცდილება აქვს არაფერი, რატომ მიიღეთ ეს საკითხი? გამოცდილი ადამიანია, მინისტრი იყო განათლების მინისტრი, არის ზოგადად გამოცდილი ადამიანი და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. არის ასეთი შემთხვევები მთელ სოფლიოშია, თქვენ იცით, რომ არსებობს პოლიტიკური წესით ელჩის ან ელჩთან გათანაბრებული პირის გამწესების პრაქტიკა და არსებობს არაპოლიტიკური ნიშნით. მისია არის ის, მისია არის ოფიციალური, არის ოფიციალური მისია, რაც არის. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ამ მოცემულობის გათვალისწინებით იმუშავებს ბუნებრივია სექცია რუსეთის ფედერაციაში. რამდენიმე დღეს წინ მოვისმინეთ სპეკულაციები, მათ შორის მამუკა მდინარაძის ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვიცით ის ვრცელდებოდა ინფორმაცია ტულსი გაბართან შეხვედრის ამბავზე, ხომ ვერ გვეტყვით დამატებით დეტალს ამ შეხვედრის შესახებ, გზავნილების შესახებ და ზოგადად საკითხთან არის. გრძნობიარე თემა აქედან გამომდინარე კონკრეტიკაში ვერ შევალთ. გრძნობიარე არა, უბრალოდ უსაფრთხოებას უკავშირდება და არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გარეთ გამოტანა, მას ჰქონდა ძალიან მაღალ დონეზე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ეს შეხვედრაც გვინარჩუნებს ჩვენ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. დანარჩენი ჩვენ მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან ხელი გასწვილია. თავარია რომ ვიხილოთ შემხედრი ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეროვნულ ბანკს გადააქვს ჩინეთში რეზერვები. რა უნდა ჩვენს რეზერვებს ჩინეთში ხომ არ გაქვთ ეს ინფორმაცია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა და აი მაგალითად ამ ქვეყანაში აქვს ისეთ ქვეყნებს რეზერვები, რომლებიც ერთად სანქცირებულები არიან, მათ შორის რუსეთი. შესაძლოა რომ სანქციების შესწრაფ უკავშირდებოდეს. მე კონკრეტულ პასუხს ვერ არ გაგცემთ უბრალოდ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული ბანკის პრეროგატივა. ეროვნული ბანკი განმარტავს თავის ყველა გადაწყვეტილებას. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, მე შეიძლება ბევრი რამე მაქვს მოსმენილი, მაგრამ ამ საკითხზე კომენტარის ასეთ საკითხებზე კომენტარის გაკეთება არის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივა და თქვენ იცით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოვიდა სათავეში ახალი ხელმძღვანელობა, ქალბატონი ნათია თურნავას სახით და ახალი შემადგენლობის ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი შემადგენლობის სახით ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს და რეკორდულ ნიშნულზეა ჩვენი სავალუტო რეზერვები. მარტო ბოლო თვეში იანვრის განმავლობაში 151 მილიონი დოლარი შეივსო ჩვენი სავალუტო რეზერვები. თქვენ იცით, რომ ძალიან მყარია ლარის კურსი, ინფლაციური პროცესები სწორად რეგულირდება. ჩვენ შარშან ქონდა 4% ინფლაცია,
შარშან წინ ქონდა 1.19% ინფლაცია, საშუალო მაჩვენებელი იყო 3%-ზე ნაკლები, რაც არის ხურის ფარგლებში მე ზოგადად ვაფასებ ეროვნული ბანკის საქმიანობას ყველა მიმართულებით, როგორც რეზერვების მიმართულებით, ასევე ლარის კურსის მიმართულებით, ზოგადად მონეტარული ფისკალური პოლიტიკის კუთხით ეროვნული ბანკის საქმიანობა არის ძალიან წარმატებული. აბსოლუტურად მე კონკრეტულ თემებზე არ ვაკეთებ კომენტარს, ზოგადად ვენდობი თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკის საქმიანობას გამომდინარე იმ ორწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც გვაქვს ჩვენ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კუთხით. მადლობა. არაფრის არ გვეშინია.